რა უნდა გააკეთოს ივანიშვილის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების აღსადგენად. სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ განიხილავენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლის გადადგმითაც საქართველოს მთავრობა მათ ოცნების დამოკიდებულების სერიოზულობაში დაარწმუნებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა ფორმულას კითხვის პასუხად მისწერა. ტელეკომპანიის თანახმად სახელმწიფო დეპარტამენტს კითხვა ოცნების დელეგაციის მიერ გამართულ შეხვედრამდე გაუგზავნეს, თუმცა პასუხი ვიზიტის დასრულების შემდეგ მიიღეს. წერილობით პასუხში ვკითხულობთ, რომ შტატები გააგრძელებს ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე გავლენას ახდენს. ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის. სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს თავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობიდან და კეთილდღეობიდან, რასაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს. ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად. ოცნების საპარლამენტო დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაშინგტონში ვიზიტი უკვე დაასრულა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი, ლიკა შარტაბა და ეკა სეფაშვილი. შემაჯამებელ კომენტარში სამხარაძემ თქვა, რომ კონგრესმენებს თხოვეს ყურადღებით შეისწავლონ საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც მისივე თქმით ანტიქართულ ხასიათს ატარებს. სამხარაძის კომენტარით გაირკვა ისიც, რომ კონგრესმენებმა მათ ირანში მიმდინარე მოვლენებსა და სიტუაციის შეფასებაზე ინფორმაცია მიაწოდეს. სამხარაძის თქმით, ბოლო შეხვედრა ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან კიტ სელფთან გამართეს. მანამდე კი კონგრესმენებს რენდი ფაინს, მაიკ ტერნერს, რაიან ზინკეს და ანა პაულინა ლუნას შეხვდნენ. ჩვენ თავიდან ვაშენებთან ურთიერთობებს. აგურ ერთმანეთს ფაქტობრივად თავიდან ვეცნობით, ერთმანეთის ინტერესებს ვეცნობით. იმდენად დანგრეული იყო წინა სამწუხაროდ წინა ადმინისტრაციის პირობებში ეს ურთიერთობები, რომ დღეს ნულიდან გვიწევს ყველაფრის თავიდან აშენება. ამ ვიზიტის მიზანიც სწორედ იყო ის, რომ ერთის მხრივ ამერიკული მხარესთვის მიგვეწოდებინა ჩვენი პოზიციები, ჩვენი რეალობა, ის კონტექსტი, რაშიც საქართველო ვითარდება და მეორეს მხრივ ამერიკელებისგანაც მოგვესმინა საკუთარი მათი პოზიციები. ჩვენ შესაბამის დასკვნებს აუცილებლად გამოვიტანთ, როცა დელეგაცია დაბრუნდება, შევაჯერებთ, გავლით დისკუსიაში და კონსულტაციები გვექნება და გარკვეულ დასკვნებს გამოვიტანთ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში ოცნების დელეგაცია კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიწვევით სუვერენული ერების ალიანსის ღონისძიებას დაესწრო. კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა იზოლაციონისტური პოზიციებით გამოირჩევა. ნატოდან ამერიკის შეერთებული შტატების გასვლას ემხრობა. რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დახმარებას ეწინააღმდეგება და რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამშვიდობო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას მხარს უჭერს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქართული ოცნების ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ პოლიტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას, რის გამოც მათ შტატებთან ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ურთიერთობების აღდგენის არ სჯერათ.